დავიღალე. რამდენი წელია ვიღებ ამ ჩელენჯებს ძმებო? დავიღალე. ამ თემაში მართლა დავიღალე, ანუ ყველა ჩელენჯი რაც კი ეს ბოლო დროა გადავიღეთ, ყველაში ვარ წაგებული. აი დოთიაშვილთან წავაგე, რა ვიცი, ჩემმა დამწამაგებინა რა, ფული დამახარჯინა, ნერვები მომიშალა რა, ყველაფერი რა და დავიღალე, მართლა დავიღალე და ამ ვიდეოში უბრალოდ ვისაუბრებთ. იქიდან გამომდინარე, რომ არ გვაქვს ამ ვიდეოში ჩელენჯი, არ ნიშნავს იმას, რომ ჩელენჯები საერთოდ არ იქნება. ჩელენჯი გვექნება თქვენთვის. ყველაზე მაგარ TikTok edits, ან უბრალოდ ჭრას ვინც გააკეთებს, ანუ ყველაზე მეტი ვისაც ექნება ლაიქები და კომენტარები და ყველაზე დიდი გამოხმარება ვისაც ექნება TikTok-ზე, იმას მისვემთ 500 ლარს. და ასევე მეორე ჩელენჯი, ამ ვიდეოს ქვემოთ ვინც დაწერს კომენტარს, ყველაზე კრეატიულს და ვისაც ექნება ყველაზე მეტი ლაიქი, ანუ კრეატიული თან ყველაზე მეტი ლაიქი უნდა ქონდეს. აი ის მიიღებს 200 ლარს. დარწმუნებული ვარ, მართლა კარგ კომენტარებს და კარგ TikTok-ებსაც გააკეთებთ, იმიტომ რომ კრეატიულობა და რაღაც ფანტაზია საერთოდ არ გიჭირთ მაგ თემაში. დაგიმტკიცებთ კიდეც, რომ ძალიან კარგი ფანტაზია გაქვთ და ძალიან მაგარი კრეატიული ხალხი ხართ და ყველაფერი გამოგდით და მაგრები ხართ ჩემზე მეტადაც კი. მოკლედ, 2 წელია მწერს ერთი გამომწერი რა, მესენჯერში მწერს 2 წელი ბრატ, 2024 წლიდან ძმაო, 2026 წელია. მე პასუხი არასდროს არ გამიცია რა, უბრალოდ წერს და რას მწერს ახლა რა. უნდა წაგიკითხოთ, ბიჭო, გაგიჟდებით. ახლა მომწერა ზუსტად ძმაო 1-4 საათის წინ. რაღაცა დებილობა მომწერა კიდე ბრატ. 2 წლის განმავლობაში მწერს ლექსებს ბიჭო, ანუ მართლა ლექსებს მწერს და თან ჩვეულებრივი ლექსები არ არის. ახლა ერთ წაგიკითხავთ, ანუ ერთი შემიძლია, დანარჩენი მართლა ძალიან ცუდია, ანუ მართლა ვერ წავიკითხავ. შანსი არ არის. კარშე, ერთი ესეთია რა. აგერ მარტი მოვიდა. გარეთ თოვდა. ნიკა ამოფარებულში ყლეს გიჟივით წოვდა. ბიჭო, ანუ დედას გიფიცებით, ბიჭო, ამა ეგეთებს მწერს სულ. დანარჩენებსაც წაგიკითხავდით, მაგრამ ძალიან სიგიჟია, ბიჭო, ანუ ძალიან ცხოვრებაში არასდროს ამ ტიპისთვის ამ პასუხი არ გამიცია რა, უბრალოდ რომ მოდიოდი სახში დაღლილი, ესე ჩავთავდი, კითხულობდი ხოლმე და ხასიაზე მოდიოდი რა და ამ კაცს მინდა გადავცე რა, ვინც არის რა. გააგზელე ძმაო. გააგზელ, ჩემს ხასიაზე მოქმედებს, ასა დადებითი მუხტი მოდის რა. რო დაურეკოთ ვაფშე? აი, დაურეკოთ მის. მე ვერ ურეკავ ძმა, ჯერ უნდა მივწერო სალამი, მე სალამის მიწე. სულ ახლა დაურეკავ. გავიდა ზარი ბრატ. არ აიღო ძმა, არ აიღო. რატო არ აიღე ბრატ? აიღებ ძმა. ვინ ხარ რომ წერს ბიჭო, გავგიჟდები ბრატ. შენ ძმობას ფიცარ ლექსებს მიგზავნის ხოლმე ხარ, ნუ რამდენი ხანია და ვინ ხარს მეკითხება. ამას ახლა დროს ვერ დავხარჯავ ძმა. კაცი წერს დედას ფიცარ ბრატ, ანუ ლექსებს მიგზავნის და ვინ ხარ მეკითხება აქეთ. სალამიო, ვინ ხარო? ნაკლები სიგიჟე რა ხდება სოთაშორის ახლა TikTok-ში რა. ერთი ის შემხვდა რა, ის TikTok-ი რა და ამაზე არ ვილაპარაკოთ, არ შემიძლია მართლა რა. 18 წლის პირით 15 წლის გოგომ დაჭრა დანაშაულის. აი აქედან უკვე ძალიან საინტერესო ამბავია. თემქაზე 18 წლის პირი 15 წლის გოგომ დაჭრაო ბრატ. აი მე არ ვიცი, მოდით, აი პირდაპირ ვიტყვი ერთ რაღაცას რა, დეტალები არ ვიცით. ანუ მეც არ ვიცი, არავინ არ იცის დეტალები, არ ვიცით მართლა. დარწმუნებული ვარ, იქ რაღაცა სიტუაცია მართლა მოხდებოდა, ხო, რაღაცა ნიდარაზუმენია, მაგრამ 190%-ით ვიცი, რომ იქნებოდა სისულელე. აი რაღაცა სისულელე, როგორც იცი, აი ჭუჭუ დავიძახა და მეც რაღაცა ვქენიო, აი 15 წლის გოგოზეა, ხო, საუბარი რა და რითი დაჭრა, ბიჭო? შუშის ნატეხით. ანუ ერთ ჩემ ძმაკაცთან თემქელს ქონა ნათქვამი ესეთი რაღაცა რა. მე თუ 15 წლის გოგომ დამჭრაო, ჯობია არ გადავრჩიო, დავიბრიდო რა. ჯობია არ გადავრჩიო რა. ხო და რატომ მიყურებ მას ძმა? გამოუყლევდი ძმა. ახლა უყურე შემაწყვეტინე რა. მიყურებდი პროსტა და შეგაჩერდა. როგორ აი იცი? აი ესე არა, აი. აი ესე ზისთან მიყურებს ბიჭო. გამოუყლევდი. კაროჩი კომენტარები უნდა წავიკითხო რა. ბიჭო, ჯერ-ერთი კომენტარებში აი რა თქმა უნდა ისეთი ამბავია ეს, რომ ანუ კომენტარებში იწერება ძალიან ბევრი სისულელიც და რაღაცა სერიოზული რაღაცების იწერება, მაგრამ ყველაზე ნაღდი დაიწერა ესეთი რაღაცა რა. ყველაფერი იყლეობა თემქაზე როგორ ხდებაო რა. და ახლა მე გეტყვით ესეთ რაღაც შეიძლება ნათქვამის მაქვს. ანუ თემქაზე მართლა ძალიან ბევრი ძმაკაცი მაქვს. რა ხშირად ვარ თემქაზე რა და სულელური და მართლაყლე მომენტები რომ მომივა ცხოვრებაში მართლა თემქასთან არის დაკავშირებული რა. ერთი პატარა ისტორია მაქვს რა. თემქაზე ვარ, უბანში ვარ სადღაც, მე და ჩემი ძმაკაცი ვართ, მანქანა მიჩერებული ყავს, ესე თავისთვის დგას, მაგაცი აქეთა, მე აქეთ ვარ. ვაზრობთ, რაღაცას განვიხილავთ და უეცრად უბნიდან, ან უბანში შემოდის მანქანა რა, ანუ შკოდა არის, შავი შკოდა არის, ჩაბურული შუშებით და თემებით და იქიდან გადმოდის ახლა ორი დიდი მოშნი კაცი რა, ესე შავის სათვალეებით რა. ვამჩნევთ რომ ჩვენ მოგვიყენეს, ჩვენთან მოდიან საბაზროდ და მოვიდნენ და ბაზარსაც ადგილი არ ქონა, ლაპარაკს ადგილი არ ქონა, პირდაპირ მოვიდნენ და აბა ტელეფონები დადე, აბა ისქენია, აბა გაჩხიკეთ, აბა მანქანა გადაატრიალეს გაჩხიკეს, ჯიბები გაგვიჩხიკეს ტელეფონში, რაღაცა ტელეგრამებს ნახულობენ, ფოტოები გადაამოწმეს, ყველაფერი რა. ტელეფონები ანუ წაგვართვეს, ანუ რეალურად მოგვეციო არა, წაგვართვეს ესე ხელში მეჭია, წკაპ, წეიღო, დავში ტელეფონის გარეშე. კარში მარტივად რომ თქვა გაგპიზდეს. ანუ თლათ ყველაფერი ცივილურად და ისე არ მომხდარა რა, ანუ
ძალიან ცუდად დატრიალდა თემები რა. მე ახლა აღარ გავაგზავნებ ჩემი ძმაკაცი გაბრაზ და წევიდა, იქ იჩხუბა, მოკლედ ძალიან გაგზელდა ეგ ამბავი, მაგრამ ისტორია ამით არ დასრულებულა, იმიტომ რომ 2 თვის მერე მე ახლა არ ვიმყოფები ამ ადგილას, ანუ თემქაზე არა ვარ, ჩემი ძმაკაცი არის უბრალოდ გარეთ გასული და რაღაცა და მოდის ვიღაცა 2 ტიპი რა, 3 ტიპი. ეს 2-3 ტიპი მოდის ჩემს ძმაკაცთან და ეუბნებიან ესეთ რაღაცას. ბიჭო, დაახლოებით 2 თვის წინო შენ და ვიღაცა ბიჭი იყავითო რა. BMW-სთან იდექითო რა და რომ მოვიდაო პოლიციაო და ამბებიო რა. ეგ ტიპები, ეგ ამ პოლიციელები მოვიდნენ ჩვენთანო მოვიდნენო რა, რაღაცა ფაქტი ავიღეთო, თემები ავიღეთო რაღაცაო და ბოდიშიო რა, მაგრამ შენ გენაცვალეო, შენ ვენა, რავი, შენ ოჯახს ვენაცვალეო, რავი, ჯიგარი, კარგი, რავი, ყველაფერი ხარო, ძმა ჩამოთვალა და აი ეგეთი სიტუაცია გაიჩნდა რა, სინამდვილეში ახლა რა მოხდა, ახლა მარტივად რომ თქვა რა, ტიპები ვიღაცა როჟები, ანუ თემქელები მოვიდნენ ფაქტის ასაღებად. პოლიციას ინფორმაცია მიუვიდა, რომ ვიღაცები მიდიან იმ ყველაფრის ასაღებად, მოვიდნენ ადგილზე და ამათ უკვე აღებული აქვს და ჩვენ იმ ადგილას გავიჩნდეთ. და მოვიდნენ ჩვენ გაგვიტრაკეს რეალურად რა. ჩვენ წაგვართვეს ტელეფონი, ჩვენ გავჩხრიკეს, ჩვენ არჩ ყველაფერი ჩვენ გავუკეთეს რა. დაგვაჯვეს მაგრად რა. დაჯმაზე გამახსენდა, ბრატ. დაჯმაზე გამახსენდა. მარტო თემქელები და თემკა კი არა. თქვენც მაგრად გამოგდით ეგ. რაც ტრეკი დავდეთ და რაც კლიპი დავდეთ, საერთოდ არ წამიკითხავს თქვენი დაწერილი კომენტარები ამასთან დაკავშირებით. საერთოდ. და მოვიდა დრო, თქვენი კომენტარები წავიკითხოთ რა. ისეთია რა, ხოლმე ხარ, აი, კარგად დაწერილი არის, გულით დაწერილი არის და თან დაჯმაც ითვლება, დაჯმაში ითვლება რა. ვინც არის ახლა შეიძლება აქ ადამიანი იყოს რომ არ იცოდეს რა. დაახლოებით აი 9 თვის წინ დავდეთ ტრეკი რა, კლიპი. ეგ კლიპი და ტრეკი გადავიღეთ, ანუ ჩავწერეთ მე და Dutch Plays-მან კოლაბორაცია იყო რა და. ბევრი მოვიცადე არ მოვიცდი, რადგან მივხვდი რომ ევდგავ რა დრო მიდის. ყველას ფლაგა დავიკითხე როგორც კომიქსი და ავირჩიე მოძრაობას ბევრს მოიწონა, ვაღიარებ, მაგრამ უფრო მეც არ მოიწონა. მაგასაც ვიტყვი, ანუ ვაღიარებ, ხო ზღარ წლები რა, დიდი ხანი გავითავ. და კომენტარები უფრო საინტერესო ვიდრე მე მგონი მთლიანად ტრეკი და კლიპი. მე ესე ვთვლი ყოველ შემთხვევაში და ხალხის ეგრეთ თვლის მე მგონი. მაგარი კომენტარები არის რა, მოდი ჩავუყვეთ რა. მაგრამ მწვანეა, მაგრამ რა ვქნა. ჩემი კლიპი ვახსენე თუ არაც მე ეგრევე დაიშალა იქავრობა უკანა ბექი. პირველი კომენტარი, ყველაზე დალაიქებული კომენტარი ამ იმაში მე მგონი არის shed clips 74-27. კაროჩე მაგან დაწერა ბედვარსი უბერეთ ისევ. ბიჭო, ნუ ბედვარს მე არ უბერავდი არასდროს. აი შეიძლება დაჩიზე ვთქვათ რა, ნუ დაჩის ეკუთვნის, იმიტომ რომ დაჩი თამაშობს Minecraft-ს, მე არ ვთამაშობ ზომა Minecraft-ს. ბედვარს არასდროს არ თამაშობ. Hidden talent keep it hidden-ო, ანუ დამალული ნიჭი ისევ დამალული უნდა დარჩესო რა. საულ ბიჭები არაუშავს მეც ესე დავიწყე და მალევე გავჩერდი. ამ სიმღერამ სუიციდს გადამარჩინა, ყველა ტყვია რითიც თავი უნდა მომეკლა, ეკრანს ვესროლე. მადლობა. ბიჭო, ანუ გენასწავლე ბრატ, ხო ხედავ, კაი საქმე ვქენით. რამე ცუდი ვქენით, ხარ მიქნიებ. სავალ ბიჭები ახარ გააგრძელოთ. გოგო შევიდა კაფეში, მე არ შევიდი კაფეშიო. ბიჭო, ეგ ხო სიმღერაა რაღაცა, ხო? ბიჭო, მეც არ ვიცოდი ეგ სიმღერა და გავიგე იმიდან, ჩემი კლიპის კომენტარებიდან. კარჩი, უნდა მოусმინოთ, მოიცამ? რითი ჯობია, სმაო? ბიჭო, ეს კაფეში მაინც შევიდა. ეს ჯობია ჩემს ასას? ისეთი მაგარი სიმღერა ყურის კიბო ავავირტ. ბრაულერს მიაწექით ისევ ჯობია. ბიჭო, მე არასდროს არ გადამიღიეს ბრაულერი კაცო, ანუ კიდე დადევი მე მომეწონა, მაგრამ ერთ ვიდეოს ამ რებზე დავაედიტებ. აი, დადებითი კომენტარი ვიპოვეთ, ბიჭო. აი. ვა. უბრალოდ კი არ წერია კომენტარი, ანუ თან დადებითი კომენტარი არის და თან 22 ლაიქი აქვს. ესე იგი, ვიღაცებს მოეწონათ, ბრატ, სიმღერა ხოლზე ხარ. არა, ძმაო, სარკაზმი არა, მართლა გეუბნები, კაი კომენტარია პირველი. აუ, ეს მაგარი კომენტარია, ბრატ, შეხედე. საღოლ ბიჭები, ბითიც კაია, ტექსტიც კაია, კომენტარებში არავის არ დაუჯერო. განსაკუთრებით მე. ბაბში წენა და რამე არ მაქვს თქვენს მიმართ, მართლა გიფიცებით კომენტარები, ანუ არის რაღაცა ზესასწაული, ბრატ, ანუ მართლა ყოჩახ, რაც გინდათ ის დაწერეთ ახლა ამ კომენტარებში, ყველაზე კარგ ადამიანს, ყველაზე კაი კომენტარის ავტორს მიცემთ 200 ლარს, ბრატ, როგორც უკვე ვთქვი. კიდე ერთი საინტერესო ინფორმაცია მაქვს, ამ წლის ბოლომდე თუ შევძელით, კიდე ერთ ტრეკსაც ჩაგიწერთ რა, რომ შეძლოთ მე კიდე უფრო მაგარი კომენტარების დაწერა რა. აუცილებლად იქნება ეგ. წინასწარ არაფრის თქმა არ მინდა მართლა, ნახოთ, არ ვიცი. რახან ჩემი ტრეკები არ მოგწონთ და ჩემი კლიპები არაფერი არ მოგწონთ. ჯერჯერობით, ნუ ახლა ერთი გადანაღები. მე ვიცი ვისის მოგეწონება ძმა. For you-ზე ჩემთან ეს კაცი, აი, სუ არის. სუ. ეს არის ლეგენდა ადამიანი. როგორი ლეგენდა, იცი? ახლოსაც რო ვერ მივალ ვერაზროს, ძმა. ეს არის DJ Batumski, ძმაო. Welcome to Batumi.
ბაუმანჯო საქართველოს ბათუმი ბათუმი რამე ცოცხალია ბათუმი ბათუმი დიდი არ ჩერდება DJ Batumski ო დასასრული DJ Batumski დაჯმა ამასაც ეწერება მაგრამ ბიჭო მე ამ სხვადასხვა მომწონს მაგრამ ახლა გაგიკვირდება და ანუ პოზიტივი ხო არის პოზიტივი სიმღერა ხო არის ძმა ხო რაღაცა ხო გაცეკვებს რა თვალი რო იყო შეიძლება გაცეკვოს ანუ უეჭველი რა გინდა იცეკვე პატო წერთ ეგეთ კომენტარებს ძალიან ბევრი ცუდი კომენტარები იწერება პროსტა მაგას ვორთები რა ანუ თან ბიჭო და რა დავამოღამ იცი ან DJ Batumskis აქ მაიკლ ჯექსონის მოძრაობები ბრატ DJ Batumski შეიძლება ძმა ის იყოს ახლა მაიკლ ჯექსონი და ჩვენ არ ვიცით. კაროჩე, ამ ვიდეოზე თუ იქნება ძალიან ბევრი ლაიქი, მე და DJ Batumski ჩავწერთ ტრეკს, მაო. რეთქვით, აი შევალ და რაღაცა ყოველს ხარ ერთად, რაღაცა დავგეკმავთ ერთად. ბრატ, წვეჩი გეუნებ. მაგას განვიხილავთ, ბრატ. ბევრი ლაიქი თუ იქნება, მე და DJ Batumski ჩავწერთ ტრეკს, ბრატ. თავისი კლიპით, ბიჭო, და პირდაპირ ბათუმში, ბრატ, ყველაზე ხარ. დავაი 7777 ძმა. ეს 4-7-იანი თუ გაიჩნდება ეს, ბიჭო, არაა ცოტა, რა, ხო, ძალიან ბევრი უნდა დაალაიქოს. თუ ბევრი დაალაიქებს, განვიხილავთ, რომ DJ Batumskis დავეკონტაქტოთ, დავებაზროთ და გავუშვათ ტრეკი, კლიპი და რავი, ყველაფერი რა ერთად. მაგარ რაღაცას მოუხოდავთ, ძმაო. იმენა გეუბნებით, პირდებით, ძმა, რაღაც დებილობა არ იქნება. ერთი Facebook ჯგუფი შემხვდა ამასინებზე ძმაონთ, მართლა მაგარი სიგიჟეები იდება რა. ანუ გაცნობის რაღაცა Facebook ჯგუფი არის და 30000 კაცი არის თუ რაღაცა რა და. სიტყვის თვითონ არ წერს ხოლმე რაღაცებს თავის fake account-ებს. აბა, ბიჭო, მე კარჩევ ზივარ ამ გაცნობის სიმეებზე და fake რაღაცებს წერს ძმა, ხოლმე ხარ მიდი გამესანი. რო ჩავსკროლე, ბიჭო, გავგიჟდი. ვიღაცა ტიპი მოდის, ანჯელინა ჯოლის ფოტოს დებს და მე კომენტარებში გამარჯობა ლამაზო, ჩემი ნომერი არ იცია ბიჭო, ანუ AI რა არის, ანჯელინა ჯოლი ვინ არის, მსახიობები ჰოლივუდის, არც ერთი არ იციან და სრული სერიოზულები ტიპები ნომრებს წერენ ძმაო, ვიღაცა ყველაზე ხარ ჰოლივუდის ვარსკვლავებზე რა. გავგიჟდი ბიჭო, ეგეთი არაფერი არ მინახავს. არ მინდა ახლა გამომივიდეს რომ ვინმეს დავცნი და რამე. გაცნობის ჯგუფების ლოგიკა იმაშია რომ ტიპს არ ყავს არც შეყვარებული სიტყვით, უნდა ცოლის მოყვანა ქმარი უნდა ერთს, არჩი ხო ხდებით რა, ანუ ოჯახის შექმნისთვის არის რაღაცა. რაც ხდება რეალურად ამ ჯგუფებში, ძმაო, ეს არის რაღაცა ანუ სხვა თემა არის რა ვაფშე. დაოჯახებასთან ცოტა შორს არის რა. ბიჭო, ანუ რამე ცუდი კი არ არის და რამე, მაგრამ არ მგონი ამას დაოჯახება უდოდეს რა. ვაფშე არ ეთყობა მაგას. წვიმიან ამინც კაიყავა შველის. ახლა მიდი და აი მართლა ნამდვილი არის თუ არა? ყავაზე დამპატიჟეთო რა და მაგას გულისხმობს და კომენტარები უნდა ვნახო ძმა. კომენტარები უფრო საინტერესო იქნება. ბიჭო, ანუ ისეთი არაფერი წერია, უმეტესად წერია ჩემთან მოდი. გავიცნობ ქალს ერთმანეთის ზურგის მოფხანვის მიზნით? რომელი პარტიაა? პარტერი. ხალხი აქვს უფრო кайფობს მე მგონი, ხო? სერიოზულად ხედან ამ ტიპები ეძებენ? გამარჯობა თუ არ 31 წლის ბიჭ რუსთავიდან გულისხმობს. გავიცნობ სერიოზული ურთიერთობისათვის მანდილოსთან, ხო, ანუ კარში აქ ტიპი სერიოზულად წერს, ხო აზე ხარ. მაგრამ ეს მაგალითად დიდი ხნის დაკვირვების შემდგომ დავადგინე რომ ამ ქალების 95% განათხოვარ და შულებიანიაო, რომლებმაც ქმრის ხელში მძიმე ცხოვრება გამოიარეს, გათხოვების და კიდევ შვილის ყოლის გაგონება არ უნდათ. მაშინ მე შევცლი პლასტიკას და ცოლის ნაცვლად მეგობარ ქალს მოვძებნი, რომელთანაც თავისუფალი ურთიერთობა მექნება. ვალდებულების გარეშე ვარ 40 წლის მაღალი სიმპათიური, თბილისელი დასაქმებული კაცი. თუ ეძებთ ზრუნველ მამაკაცს, რომელიც არაფერს მოგაკლებთ, გამომეხმაურეთო. კარში მარტივად რო თქვა, ვიმეგობროთ როგორო იცი? ვიმეგობროთ იმითი რა ქვია, როგორ თქვა? კაი, თავისუფალი ურთიერთობა დავარქვათ რა. რა კითხვებია ბიჭო ეს? შეყვარებულმა წყვილმა ერთად რო დარჩნენ სახლში მარტო ტეხავსო? რა კითხვას ვამენ ძმა წარმოვიდგინე? არა, რატო ხო უნდა გაიგონ ერთმანეთის გემო? მოკლედ საბოლოო ჯამში მე ვფიქრობ ეს გაცნობის რაღაცეები და ეს ჯგუფები და იგივე თემები მანდ ბატონობს რა სკამერები ბატონობენ და კიდე უმეტესად რაზეა ბაზარი არიან ნუ ადამიანები რომელსაც ჭირდებათ არ დაჭერა მარტოობამ დაღალათ ანუ მარტოობა ისე მაგარი პიზდეცი რაღაცაა ძმა ნუ გონიათ რომ მარტოობა მარტივი გადასატანია რას მიყურებ ძმაო გეუბნებია ეს მთელი რასაც ვიღებთ ამ ვიდეოს ძმაო ოპერატორი აი ესე ზის და აი ესე მიყურებს ესე ძმაო და რა ნაშა ვარ ძმაო ესე რატომ მიყურე ასე რატომ მიყურე აი ესე რატომ მიყურე ეხლა გაჩვენეთ მეგობრებო ტუტორიალს როგორ ვაბანავთ ინდოელები დამისხეს და დამისხე მე კიდე არა ცოტა გამისხე ეს შარვალზე კი არ გითხარი და მე თვითონ ვიბანავე და გითხრათ მინდა ტეხავს რა
ეს არა აი პროსტა მაგრად ეხავს. მოდით ვაღიაროთ და მოდით თქვათ სიმართლე რა იმენა. რაც ახლა ხდება თბილისში, მართლა პრობლემაა. ძალიან ბევრი ინდოელი არის თბილისში, ძალიან. და ეს არის მართლა პრობლემა, მაგრამ არა ადამიანურად მოიქცე, როგორც აქ იქცევენ, ხო ეს არა ადამიანური საქციელი არის რა. არასწორია. რაც არ უნდა იყოს, არასწორია ბრატ, სულ რომ გეზიზღებოდეს ვიღაცა, სულ არა აქვს მნიშვნელობა, არასწორი. თან იმასაც გეტყვით, რომ რასაც ქვია ინდოელებთან გამოცდილება, მეც მაქვს რა, ანუ ეს ურთიერთობის საკითხში და რამე. და ყოველთვის ეგ ურთიერთობა უარყოფითად დასრულდა. ახლა მაგალითად, სახში მოვდივარ, მანქანა მივაჩერე, ღამის 4 საათიან დაღლილი მოვდივარ რაღაცა და ჩემ კორპუსთან დგანა ინდოელები რა, ანუ ბიჭები არიან, გოგოები არიან, ბევრი არიან, კაროჩე და მაგარი ნასვამები ხოზე ხარ და ბიჭო ეს ტიპები მოდიან ჩემთან რაღაც ხოზე ხარ, ანუ სახლში მინა შესვლა დაღლილიო რაღაცა და ის რაღაცას მებაზრებიან რაღაცა. შენო ისაუ ვერ ხვდები რას ლაპარაკო, თან ინგლისური იციან, თან არიციან რას ლაპარაკო, მე ვერ გავიგე, მაგრამ დადებითი განწყობა არ მოდიოდა მათი მხრიდან, მაგრამ ეს არ სulis ჩემში საერთოდ რაღაცა ინდოელების მიმართ რაღაცა იმას რა, ანუ საერთოდ პრობლემა თუ რამე გვაქვს თბილისში ამ საკითხში, ეს არის მათ რაოდენობაში. ეგ ახლა უნდა მიმართოთ, ანუ სხვა ადამიანების საქმე არის რა, ვინც უნდა მიხედოს მაგ საკითხს რა. ჩვენ რაც შეგვიძლია ეს არის ადამიანურად მოვიქცეთ. ეს რაც გააკეთა ამ ადამიანმა არ არის სწორი. მაგის თქმა მინდა რა. მე შინია კომენტარები წაკითხო მართლა. თუ კომენტარებში ახლა იმედი მაქვს ყველა ჩემნაირად ფიქრობს, იმიტომ რომ აი ქართველები რო ჩადიან ხო სიტყვით ევროპაში. ხო შეიძლება იგივენაირად ითქვას, აი ევროპელებმაც იგივენაირად თქვან ეს ჩამოთრეულიაო ან რაღაცა ხო აზე ხარ. ხო შეიძლება ეგრე ბიჭებო, ხო მეთანხმები. რა ქართველები რო ჩადიან ძმა, იმაში ევროპაში, აი მაგალითად საფრანგეთში, იტალიაში, იმაში რა ფრანგებს და იმას ძალიან მოწონთ ეგ თემა და რამე. ტიპი არის ხო აზე ხარ რა, ტიპია ეს სიტყვით ეს ტიპი არის, რომელიც და ეს უკან ჩუმად ესე წყალს ასხამს ინდოელს. წარმოიდგინე. და ამ დროს დედამისი და ან მამამისი არის ემიგრანტი ძმა და ფულს აგზავნის ევროპიდან აქ საქართველოში. მაგრამ მეგობრებო, ისევ ქართველი თუ გაუფუჭებს ქართულ საქმეს რა. მე ერთი ადამიანი ვნახე, რომელიც საქციელიც არ მომეწონა რა, მართლა. ძალიან არ დამევასა და რო არ ვისაუბრო ამაზე, არ შემიძლია. ეს ერთი ტიკტოკერი ასეთი გიუ არის, ხო აზე ხარ, ეგრე ქვია. არ გეგონოთ რომ პატარა ტიკტოკერზე მაგ საუბარი არის 94,000 ტიკტოკის არც ბევრია, მაგრამ დამწყები ინფლუენსერი არ არის. შეიძლება ითქვას ინფლუენსერია. ახლა მე გაგაცნობთ ერთ თაღლით გვერდს, რომელმაც ჯერ მომატყვა და ახლა მემუქრებიან და ეხაც მირეკავენ. ახლა მე განახებთ ყველა მიმოწერას და თქვენ თუ გამოიტანეთ ხალხო აზრი აი ამ გვერდის თუ რაც არის საერთოდ მაგის შესახებ. მოკლედ მივწერეთ თანამშრომლობას და მომწერს რომ მოკლედ 7 რიცხვში რომ გამოგიგზავნოთ და ჩამიგდეს ფოტო. შემდეგ მივწერე რომ მე მინდოდა კი ზუსტად ასეთი და 7-ში ან 8-ში უნდა გამოიგზავნოთ მოკლედ შემითანხმდნენ დროზე. უცბად დავამატებ რა გააკეთა. ეს არის ინფლუენსერი, ტიკტოკერია, მიწერა კომპანიას, მე მინდაო ბარტერულ თანამშრომლობაო რა. თუ ხარ თანახმაო, ამათმა კიო, თანახმა ვართო. ამან უთხრა 7-8 რიცხვში თუ შეძლებთო. ამათმა კიო ალბათო. გავაგზავნოთ. დღეს მივწერე რომ ხომ უნდა გამომიგზავნოთ თქო, არ გამძეს პასუხი და მივწერე კითხვის ნიშნები და პასუხობენ აი ეს რაღაცას. აი ეს პასუხი დამუროს, როცა მე გამიფორმე შეკვეთა. მაინც მივწერე აბა როდის გამოგზავნეთ. ქართულ ენაზე წერია ბუდიში ძალიან ბევრი შეკვეთები მაქვს და ფიზიკურად ვერ ვახერხებ ბუდიშით. ადამიანური ენით კომპანიამ უთხრა რა, რომ ვერ ვახერხებთო რა იმ ბარტერს, რომელიც გინდოდათო რა. კიდე დავამატებ, ამ ტიპს ფული არ გადაუხდია, ანუ არავე არ უქმნია რა, საერთოდ წაგებაში და რამე არ დარჩა რა, ანუ პროსტა უარი თქვეს ხო აზე ხარ რა. კაროჩე აღარ მინდა მისურება ძმა, კაროჩე მე გეტყვით ესეთ რაღაცას. მე ვითქვი მას როგორც აი, ჩემი გამოცდილებით ვითქვი ყველაფერს რა, დეტალურად რა. პირველი, მე ახლა არაერთ კომპანიასთან მითანამშრომლია ძალიან ბევრთან და ეგეთი სიტუაციები, როგორიცაა, ან რაღაცა თანამშრომლობის გადადება, ან რაღაცა ვეღარ ვითანამშრომლებთ ეგეთი მესიჯები, ეგ ხდება სტანდარტულად ძალიან ხშირად. ამ ქალმა მიწერა ამ გოგოს, კი არა, გოგოს მეტი კაცო ბიჭს. ბოდიშიო, ვერ ვახერხებთ 8 მარტს არის ბევრი შეკვეთაო. ბიჭო და ამა რა დაიწყო, იცი? ხო თქვით, მე ხო მინდოდა საჩუქარი. ბიჭო, მომისმინე. აი, მივედით გადაღებაზე, ბრატ. ანუ რაღაცა კაფეა, კაფეში გვაქვს გადასაღები, უნდა შევჭამოთ საჭმელი რა და თან დავარიაქტოთ, ანუ ჩვენ რას ვიტყვით, მოგვეწონა არ მოგვეწონა რაღაცა და ამ კაფის უფროსი მოვიდა და მითხრა ესეთი რაღაცაო რა. პროსტა მაინტერესებს ხო ჩაწერეთ როგორ გამოგივიდათ ისაო და კი მეთქი კარგი საჭმელის იყო, კარგად გადავიღეთ, ყველაფერი კარგი იყო მეთქი რა. და მეუბნება ესეთ რაღაცას რომ შენამდეო, კარჩე შენამდე ახლა შენ სანამ მოხვიდოდი დაახლოებით 2 თვის წინო იყო მოსულიო ერთი იუთუბერიო რა. სახელს არ ვიტყვი. თქვა ესეთი რაღაცაო რომ მე მინდაო, თქვენთან ვიდეოს გადაღებაო, საჭმელს შევჭამო, დავარიაქტავო, ანუ ხო გავსინჯავო და შეფასებას მიცემო რა. და ამ იუთუბერმა რა გააკეთა ბიჭო, ხო აზე ხარ რა? მივიდა, ვითომ გადაიღო. საჭმელი ჭამა და წავიდა ბიჭო. ანუ არც ვიდეო არ დადო, არაფერი, ბიჭო, წარმოიდგინეთ სხვა. უფროსი მეუბნება, ვისაც არის ეს კაფე, ეგ ტიპი მეუბნება მაგას რა და მე შემცვა მის ნაცვლად. მე შემცვა მაგ ტიპის ნაცვლად, ხო აზე ხარ? ეგეთი სიტუაცია დატრიალდა, რომ მე შემცვა რა. ხო და აქაც იგივე სიტუაციაა რა. ეს არის ინფლუენსერი. მეც ინფლუენსერი ვარ. ტიპი მივა, ესე უაზროდ გააფუჭებს ურთიერთობას
ამ კომპანიას მე არ ექნება სურვილი სხვა ინფლუენსერებთან მისვლის, ან მე თუ მივალ სიტყვით რაღაცა დამჭირდა, ესე ხოლმე ხა ესე გვერდულად შემოგხედავს ეს ეგეთია, ისევ-ისეთი ტიპია, როგორც წინა იყო. ხო ხდები, ანუ თუ ჭდება ურთიერთობა კომპანიებთან. ისედაც საქართველოში ცოტა კომპანია, ბიჭო, რომელიც მზადა ბარტერით ან ფულით ითანამშრომლოს YouTuber-თან და TikToker-თან მაგალითად. თუ გინდა ეს საჩუქრები, რაც ახლა უნდა მოეცათ შენთვის, აგერ შევაგროვებთ ხახნივად აგერო სტუდიაში ლარლარობით დავდებ და გიყიდით ძმაო ნუ ნერვიულობ გიყიდით იმენა და ვიქნები შენც ბედნიერი იქნები მეც ბედნიერი ვიქნები და პარტნიორების ვისთანაც ახლა მე ვითანამშრომლებთან ჯერ არ ვითანამშრომლობ ყველა იქნება ბედნიერი კარში მაგას ვამბობ რა როცა გაიგე მიზეზი თუ რატომ აქვთ კაცებს კერდი. აი ეს საინტერესოა ბრატ. რომელიმე ახლა ვინც ბექსზე ხართ, იცით რატო გაქვთ მკერდი ბიჭებს? ესეთი რაღაცა რო გითხრათ, აი ცვეთში ესეთი რაღაცა რო გითხრათ, თავიდან რო გოგოები იყავით იცით? თავიდან გოგოშკები იყავით, როგორი? გოგონები იყავით. მარტივი ასნა აქ ამას რა, გოგოები იყავით რა. კაცსაც აქვს კერდი, იმიტომ რომ ემბრიონის განვითარების საწყის ეტაპზე ყველა ადამიანი ერთნაირად იწყებს ჩამოყალიბებას. ეს ემბრიონის განვითარების საწყის ეტაპზე არის, ხო ასე პირველ კვირეებში. სადაც კაცს არ ჭირდება, მაგრამ ეს თან პირველ კვირეების პაკეტში შედის, ხო ასე ხარ. ახსნა არის ეგეთი, ემბრიონის განვითარების საწყის ეტაპზე ყველა ადამიანი ერთნაირად იწყებს ჩამოყალიბებას. ჯერ არ არის განსაზღვრული იქნები ბიჭი თუ გოგო, მაგრამ კერდი რახან გაკ ესე იგი გოგო იყავით, მაგრამ ფუ დამთავრდა მაი ამბავი ძმაო, კერდი რო გეწყება, всё, მან დამთავრებული ბაზარი შეიძლება გოგოსკენ მიდი. კიდე შეგახსენებთ ახლა, ვინც გააკეთებს ყველაზე მაგარ edits, ეფექტებით გავსებულს, რა ვიცი, გადატენილს, ან მაგალითად პროსტა ნახვებად TikTok-ს, არ აქვს მნიშვნელობა, პროსტა მაგარი TikTok-ი უნდა იყოს. ავარჩევთ ერთ ადამიანს, რა, ერთი ადამიანი იქნება და იმას მისვეთ 500 ლარს. ზო მე სკოლა მაგ დამთავრებული დაახლოებით 5 წელი. მეც მაქვს ეს მაიკა, ხო იცით, მაიკა რო არის, იმის რა ქვია, იმით წარწერები და რაღაცებით, ხო? ყველას ხო გახსენდებათ რაღაცა მასწავლებელმა და გაწერათ ან რაღაცა, ხო ხდები, ასა თბილი რო გახსენდებათ. მე რა მასწინდება იცით? ვიღაცა გამომწერი მოვიდა ძმა და ჭუჭუ დამახატა. მაისური რომ აქ ჭუჭუთი არის ძმაო. გამომწერია, ბალეღია რაცხა და მოვიდა და აი ესეთი ორი დიდი ჯერ ბურთი დახატა, მეგონა ხო ზახარ ცუდი არაფერი ადამიანიც გააბიმიდა ზემო. ეგრე მოხდა. აუ ეს ვაფშე მაგარია ბიჭო ეს ვაფშე ძალიან მაგარია თუ კომენტარი დაგიგულე მომწერე ინსტაგრამზე სულ მაინტერესებდა ძმა კაროჩე ერთხელ რა ვქენი იცი ავდექი და დუთიაშვილის ფოტო დავდი იმაში რა ქვია კომენტარებში მართლა გოგო მაგრამ პასუხი არ გაგვცა ამას გოგოები მართლა გადაობენ თუ პროსტა ხო ხმაურის პონჩი აკეთებენ გოგოები ამას მაგრამ მოქმედებს ბიჭო კომენტარებში უამრავი ბიჭია ხო ზღარ აბა რა სიტყვი ჩემზე და ასე ეგეთი თემები არის იმენა ძალიან ბევრი და აი გოგო ჭკვიანია მართლა გოგო ჭკვიანია რატოა ჭკვიანი რომ გააკეთე ისეთი რაღაცა რომ აი ბევრი ბიჭი მოდის ხოზე კომენტარს ტოვებს ლაიქებს ვიდეოს და რაც მაგრამ ჩვენ ბიჭებს რა დაგვიმართ ბიჭებო ცოტა იმას ვქნათ რა რაღაცა შევთანხმდეთ რა ეგეთ ისინი იმათ არ მივცეთ რა ასე მოხოდვის საშუალება ინფლუენსერი არ გავხატოთ ხოზე ხარ რა კაროჩე კომენტარებში დაწერეთ ძმაო ვისაც დაგიგულებთ დეიძე წაგიყვანთ არ კი არა დაგპატიშებთ არა ქუშო ბიჭი გოგო რა მნიშვნელობა თავობთ რა მნიშვნელობა სმა დამიწერეთ კომენტარები ძმაო всё ხედავთ მოკლედ მეგობრებო დავასრულე ახლა ამით ვიდეოს რა თქვენ ჩელენჯი მოგეცით TikTok-ები და კომენტარები ამავე ვიდეოს ქვემოთ ძმაო 200 ლარი კომენტარში ყველაზე კაი კომენტარში და ყველაზე კაი TikTok-ში 500 ლარი დაგიბრუნდებით სულ მალე ვიცი დაკარგვა პერიოდულად მახასიათებს მაგრამ შევეცდებით გადავიღოთ კაი ხარისხიანი კონტენტი და კიდე დავამატებ ნუ იქნებით ამ ხალხის ნაირად შემდეგ შეხვედრა